ვიგებთ ხოლმე უბრალოდ სირცხვილია, მოკლედ, თავი დავანებოთ სხვა ყველაფერს. ძალიან საინტერესო სტუმარი მყავს დღეს, ის არის პოლიტიკურად აქტიური პიროვნება, ის მუდმივად იბრძვის, ის თავის იდეებს არ ღალატობს. ეს არის ლიბერალ-დემოკრატების ლიდერი მუხრან ბურჭულაძე, რომელმაც პარლამენტის წინ გადაწყვიტა, რომ აქცია გაემართა საპროტესტო და შიმშილობის, ასე რომ მინდა პირდაპირ ეთერში მოვიწვიო, როგორც ის აცხადებდა, მას ებრძვის რეჟიმი და ის გუშინ მას ასევე კონტრაქცია მოუწყოს, როგორც თვითონ ამბობს. მოდით მოусმინოთ ბატონ მუხრანს, მადლობა რომ მოხვედით და იღებთ მონაწილეობას გადაცემაში, დაბრძანდით. შიმშილოთ ბატონო მუხრან? უკვე აღარ. კარგით, მოდით დაბრძანდით, სადაც ხნებავთ და განვიხილოთ, რატომ აღარ შიმშილოთ. მაშინ მე შემიძლია ყავა შემოგთავაზოთ, პრინციპში შიმშილობის დროს სითხე. მე ყავაზე ვმუშაობ ხოლმე, ზოგი ყავაზე ვმუშაობთ, ზოგი კოლესტერინზე, ხო იცით ეს განსხვავება პოლიტიკოსებს შორის. ძალიან გამხდარი ხარ. რატო აღარ შიმშილოთ, ან რატო შიმშილოთ? დაბრძანდით და ისე მითხარით რა. ყავა. ხო, აი. უშაქრო. თუ შაქრით, კი ბატონო. ბატონო რატო აღარ შიმშილობთ და რატო შიმშილობდით მაშინ საერთოდ? ხო, რა ვიცი, ხა მე მგონი რომ ძალიან დიდი პრობლემების წინაშე დავდექით ქვეყანა და ერთ-ერთი გამოსავალი რაც იყო, ეს იყო უკიდურესი ფორმის პროტესტით გამოხატვა ამისა. მე მოვთხოვე როგორც რეჟიმს ხელი აეღო ამ კონსტიტუციის განადგურებიდან მოიცა მაპატიეთ რეჟიმს ოცნების ხელისუფლებას ეძახი? რა თქმა უნდა, არა, ხელისუფლება და რეჟიმი რაღაც უნდა განვასხვაოთ ერთმანეთთან. ხელისუფლება არის, რომელიც აღავლენს ხალხის ნებას, თუმცა რეჟიმი, რა თქმა უნდა, პირიქით უზურპირებას ახდენს ამ თავისი უფლებამოსილებებისას, ინსტიტუტებისას და რეალურად აღკვეთს მოსახლეობის ნებას. ბატონო მუხრან, ეხლა ვიდრე გიორგი ყავას აკეთებს, ვისარგებლებ და მე ცოტა ჩათვალეთ, რომ კოდსი ვარ და გეტყოდით. კაცო, თქვენ ის მუხრან ბურჭულაძე არ ხართ, ნაციონალებს რო უჭერით მხარს და იმათ როგორ უჭერით მხარს, რომელიც ამბობენ, რომ რეალურად რეჟიმი იყო. ჩათვალეთ, რომ მე კოდსი ვარ ეხლა. კარგით, არა, თქვენ ხართ ჩემი თანამოქალაქე. რეალურად მე კი არ ვუჭერდი მხარს ნაციონალურ მოძრაობას, მე გავხდი ნაციონალური მოძრაობის განუყოფელი ნაწილი 2012 წელს. მაშინ, როდესაც ძალადობრივი განცხადებებით, მოძალადე განცხადებებით მოსუმა რეჟიმმა დაანონსა დევნა ერთ-ერთი მართველი პოლიტიკური ძალისა. რეალურად ჩემი мотиваცია სწორედ ეს გახლდათ იქ გაწევრიანებისა, რომ აღნიშნულ პრეცედენტს 92 წლის მერე არ უნდა ჰქონოდა გამეორების სახე და ახლა მაგალითად გუშინ როდესაც თქვენ აქციას მართავდით და შიმშილობდით, ასევე გაიმართა პატრიოტთა ალიანსის აქცია, უამრავი ხალხი იყო, ისე თქვენ რამდენი იყავით? ჩვენ ვიდექით, აი ხო გეუბნებით რაღაც 300-ის პარტელივით, აი ვისხედით რამდენი ადამიანი? 5 ადამიანი და მინდა გითხრათ, რომ ეს იყო საქართველოს ოპოზიცია, ასე და უცბად ამხელა ჯარი მოვიდა და თქვენ ამას დაარქვით კონტრაქცია. ისინი საუბრობდნენ, რომ კოჰაბიტაციის წინააღმდეგნი არიან. თქვენ ხო ყვებოდით, რომ არ დაჩაგრულიყო ნაციონალური მოძრაობა, ამიტომ შეუერთდი მათო. აი ხო ხედავთ წლიდანო და სწორედ ამიტომ გაჩნდა შემდეგ ოპოზიციური, ასე ვთქვათ, თუ კი რაიმე ოპოზიციური ძალა გაჩნდა, მათი მთავარი სათქმელი იყო ის, რომ რატომ მოხდა კოჰაბიტაცია ამ ორ ძალას შორის, რასაც ქვია ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა და რომ არის ახლა ორი მთავარი ოპოზიციური ძალა, რომელიც ნუ მე ასე თუ ისე დაიშალა და ამათ თანთქეს მთელი პოლიტიკური სპექტრი. თქვენ ახლა არ გიჩნდებათ ეს პროტესტი? კოჰაბიტაციის მიმართ, რომ ნაციონალური მოძრაობა კი არ თანთქა და კი არ განდევნა, თქვათ, ქართულმა ოცნებამ, არამედ იგივე ნაციონალურმა მოძრაობამ სხვა თქვენნაირ პარტიებს წაართვა, ასე ვთქვათ, ასპარეზი და მხოლოდ ვთქვათ 2-3 პარტია ლიდერობს. მოიცა გიორგი, მაპატია რა უნდა გავამწაო რა. რომელ პარტიაზე ლაპარაკობ? ბატონო მუხრან, თქვენს პარტიაში სულ რამდენი ადამიანია? ხო, ჩვენ პარტიაში ვართ, რა თქმა უნდა, არიან მხარდამჭერებიც და აი კონკრეტულად რამდენი წევრი გყავთ?
ანუ დაახლოებით 9 პირისგან შედგება, ასე ვთქვათ, პოლიტიკური საბჭო. მაგას არ გეკითხები. რომელთან ერთადაც რამდენი წევრი გყავთ პარტიაში? რამდენი წევრი არ არის მხოლოდ ის, ვინც მანდატს ფლობს, ეს არიან მოქალაქეები, ვინც პირდაპირ მხარდაჭერას უცხადებენ კონკრეტულ იდეებს. რო არ დავამახინჯოთ საერთოდ პოლიტიკური ფორმით, უნდა ვიცოდეთ, რომ ეხა პარტიები რაღაც კომუნისტური ფორმიდან უნდა გადავიდნენ და რეფორმიდნენ უკვე ახალ ევროპულ სტანდარტზე. ისე რომ რეალურად ჩვენს მოქალაქეებს უნდა ვესაუბროთ. არა, პოლიტიკური პარტიის ლოზუნგებით, არამედ სწორედ მათი სათქმელი უნდა გავაჟღეროთ და აი ხა კოჰაბიტაციასთან დაკავშირებით თქვენ ბრძანეთ. აი ხა მოდი ვნახოთ რას ნიშნავს კოჰაბიტაცია. აი ხა ასე ვთქვათ, როგორც განაცხადა ხმამ, ის არის კოცი. ჩვენ ახლა ერთ სტუდიაში ვიმყოფებით და მე და კოცი გინდოდა პასუხის გრანდენი წევრი ხალთ, რამდენი და კოცი ახლა განაცხოვრების პირობებში ვართ. ანუ ამის აღკვეთა შეიძლება მხოლოდ ძალადობრივი გზით. და მე ვფიქრობ, რომ დემოკრატიის პირობებში ძალადობა გამორიცხულია. იგივე ხართ ლიბერალ დემოკრატები. როგორ გაგრძელდა თქვენი ასე ვთქვათ კოჰაბიტაცია რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ, როდესაც ადამიანები სწორედ ბრწყალებში რა თქმა უნდა ადამიანები რომლებიც ამბობენ რომ ლიბერალები ჩვენ არ მოგწონს. კი, მე ხო იცით ახლა რაღაც ბევრი მხარდაჭერი ყავდა. ლიბერალს რატომღაც ეს ფსევდო პატრიოტები ხმარობენ ხოლმე, დედის გინება გონიათ ალბათ და თუ ლიბერალი გვეზიზღება, მაშინ ამოვიღოთ ქართული საუნჯიდან ილია ჭავჭავაძე, პატრიოტები, ვაჟა-ფშაველა, სვიად გამსახურდია, დავით აღმაშენებელი და ფსევდო პატრიოტები ვინ არიან, ვისაც არ მოსწონს ანუ ის რუსული ფაშიზმით გამსჭვალული ადამიანები, ვინც პირდაპირ იერიში მიიტანეს, აი სწორედ რუსული ფაშიზმიდან გამომდინარე ამ იდეებიდან მიიტანეს იერიში როგორც ეთნიკური ნიშნით, ასევე რელიგიური ნიშნით ჩვენს თანამოქალაქეებს, იმ ტურისტებზე, იმ ადამიანებზე, ვინც ხო გეუბნებით, ვისი გადასახადებითაც პენსიას იღებს პირადად ბებიაჩელი. ვისი გადასახადებითაც სწავლობენ ჩვენი ბავშვები. ამით ტურისტების ნაკად საქართველოში. რა საკვირველია, ბევრი ტურისტი არის, რო იცოდეთ, რომ აი ჩამოვა, ნახავს ჩვენს გარემოს, თუ რამდენად მიმზიდველია ის ინვესტიციის მე არ მგონია, მე არ დამჭა ასეთი შთაბეჭდილება, მინდა დღემდე თუმცა მოდი ახლა ერთი რამე ვთქვათ, ახლა მე რომ შემომუარდნოდა გერმანიაში ახლა სამსახურში ვიღაც ესეთი ნაცი და დაერბია ჩემი რესტორანი, რა თქმა უნდა, მას აღუკვეთნენ თავისუფლების უფლებას და ევროპაში საუბრობენ უკვე რომ ვეღარ გავაგზავნებდი კაცად გასაკონტროლებელი საზღვრები კი არა და მიგრაციის კანონი. ამაზე არ ფიქრობთ, რომ სახელმწიფოს უნდა კონდეს რაღაც კონკრეტული მიდგომა, სადაც ეს მიგრაციის კანონი იქნება განსაზღვრული. ხომ არ შეიძლება ვთქვათ კონკრეტული ერთი და იგივე ტიპის ქვეყნიდან, მე არ ვამბობ ვთქვათ დასავლელ ტურისტებზე, რაღაც აქ კონკრეტული, რასაც ასე ვთქვათ, მე უკვე ქსენოფობიას ეძახიან და ფაშიზმს, ეხა ვინმე არ ჩათვალოს, რომ მე ვინმეს ადვოკატი, უბრალოდ კონტრარგუმენტებით ვცდილობ. ხომ არ ფიქრობთ, რომ უმართავი გახდა და რაოდენობა იმ ადამიანების იმდენია, რომ ცოტა არ იყოს და ვთქვათ რაღაც ადგილებში მივდივართ, სადაც თუნდაც დასვენება გვინდა და მე პირდაპირ გეტყვი, გასახდელში ადგილი არ იყო ერთ-ერთ აუზზე. ნუ ისე ვამბობ რა, ანუ მე დავფიქრდი და იმდენი იყო ერთ-ერთი ეთნოსის წარმომადგენელი, ხო? კონკრეტული დაახლოებით. ხო. ამიტომ აი მოდი, როდესაც აი ესე დააკონკრეტა ადოლფ ჰიტლერმაც და რა მიიღო სახეზე ვნახეთ. მე საერთოდ სულ ამას ვკითხულობ ხოლმე და ძალიან მაინტერესებს 3-4 საუკუნის მერე საერთოდ იარსებებს თუ არა საზღვრები. მიგრაცია დღეს გლობალურად რო ავიღოთ, ეხლა მთელი დემოკრატიული სამყაროსთვის არის ერთ-ერთი გამოწვევა. მაგრამ ეს რას ნიშნავს? რეალურად ეხლა აი თქვენ ამბობთ რაღაც საიმიგრაციო რაღაც პოლიტიკა საზღვრები არ იარსებებს რა? რეალურად ეთნოსი აღარ იარსებებს, ანუ ყველაფერი სხვა რამე ვთქვა. სახელმწიფოებრიობა აღარ იქნება? ანუ ეკონომიკური განვითარება სახელმწიფოს და დემოკრატიზაცია განაპირობებს ანუ რეალურად ჩვენს ეკონომიკურ დამოკიდებულებებს ერთმანეთის მიმართ, ხო, სახელმწიფოებს. ისე რომ რეალურად ეხა რო ვთქვათ, რომ საზღვარი ყოფდეს თუნდაც ჩვენ და თურქებს, ან ჩვენ და ირანს, თუ ეხა ირანელი ქალბატონი გადაწყვეტს, რომ ჩემ ვაჟთან იქ ორწინოს, ამას საზღვარი ვერ შეაფერხებს. ანუ
ხო გეუბნებით ახლა პიროვნულ ურთიერთობებში სახელმწიფოს ჩარევადობა უნდა იყოს რა თქმა უნდა ნაკლები და გამოტოვეთ რელიგიური რომ ძალიან ხელოვნური ძალიან დიდი რელიგიური ფაქტორი გამოგჩათ. მოდი ძალიან შორს წაგვიყვანს ეს ყველაფერი. ანუ თქვენ გინდათ იმის თქმა, რომ რეალურად არანაირი თქვა საფრთხე არ ემუქრება ამ ყველაფერს და ეს არის რაღაცა კონკრეტული პოლიტიკური. რა თქმა უნდა ეს არის ისევ და ისევ ქსენოფობია და მით უმეტეს მაშინ, როდესაც კონკრეტიზაცია ხდება ან რელიგიური, ან ლიბერალები და ანტილიბერალები, ასე ვთქვათ, ან თუნდაც ვთქვათ, რადიკალები, მე ვფიქრობ, რომ რაღაც კუთხით შესაძლოა ორივე რადიკალ მხარედ იქცეს. მე სიტყვა ლიბერალს არ გულისხმობ, ზოგადად ლიბერალური მხარე და ასევე ანტილიბერალური მხარე, რომელიც ორივე შეიძლება იყოს რადიკალური. ქრისტე იყო სხვათა შორის პირველი ლიბერალი და აი ახლა თუ გინდათ ამ ხრივ განსაჯოთ. არა, მაგ ხრივ კი არა, ბატონო მუხარ, ვერ გავიგე, რატო შიმშილო? მართლა ვერ გავიგე, გიორგი. შენ გაიგე რატო შიმშილო? მოდით მაშინ გავცემ პასუხს და მე ვფიქრობ რომ შეთან საუბრიდოს ყავას რო აკეთებდი ამაზე გაქცეს პასუხს ძალიან იშვიათად სვამს და თქვენ თავარი არ გითქვათ ბატონო მუხრან ახლა ჩვენს გადაცემაში რატომ შიმშილობდით და მე დაუბრუნდი არც არ თქვა რამდენი წევრი ყავს ანუ რეალურად ერთი მაგას არ იტყვის ბატონო მუხრან ნუ ეს ხო კოცური კითხვა ამასაც უნდა დავუკვირდეთ რატოა კოცური ეს საიდუმლო ინფორმაციაა არა თქვენ ახსენეთ რომ კოცი ბრძანდებით და არა არანაირად არ არის კოცი როგორ გეკადრებათ ეხლა ჩემი ხმა რომ კოცი იყოს ახლავე გავთიშავდი მოკლედ შიმშილობის მიზანი რა იყოს გინდა ნაცი ყველანაირად გავთიშავდი ანუ ჩემ პროტესტი რა თქმა უნდა ეხლა როდესაც მე გამოვალ და ოპოზიციას მოვთხოვ პროტესტის სახით და მით უმეტეს ეს ძიმე პროტესტით შიმშილობის სახით რომ იცით რა ოპოზიცია რაღაც უნდა გავაკეთოთ უკვე ნიშნავს რომ ოპოზიციაში რაღაც ჯანსაღად არ ხდება ანუ მე ჩემს მეგობრებს ყოფილ თანამებრძოლებს ასე ვთქვათ ანუ თქვენ გადაწყვეტეთ რომ პროტესტის დროა პროტესტის ხაზით მივმართე და რეალურად მოუწოდე კონკრეტული ქმედებისთვის რაც იყო ერთადერთი გამოსავალი რომ ბოიკოტირება მოგვეხდინა არჩევნებისა იმ შემთხვევაში თუ რეჟიმი არ იტყოდა უარს კონსტიტუციაზე საკონსტიტუციო აემცულებების დამტკიცებაზე რეალურად ჩვენ ვნახეთ რომ არაფერი შეიცვალა და მათმა უმოქმედობამ პირდაპირ ამ სიტყვის მნიშვნელობით წაახალისა აი ეს კონსტიტუციის დასახიჩრება და წაახალისა რეალურად ჩვენი ქვეყნის ხო გეუბნებით თითოეული მოქალაქის უფლების აყრა აი ეს არის პრობლემა თუმცა გუშინდელ აქციას დაუბრუნდეთ რატომ შეწყდა თქვენი აქცია რატომ აღარ შეწყდა ამას ვამბობ ეხლა მთელი ღამეების განმავლობაში რო იცოდეთ რომ ეხლა მთელი ღამეების განმავლობაში როდესაც მე და ჩემი თანამებრძოლები ეს ხუთი გმირი ადამიანი ღამეს ვათევდით ხო გეუბნებით მთელი ღამის განმავლობაში არ წყდებოდა რუსეთის წარმომადგენლების ვიზიტები ისინი კითხვებს სვავდნენ და რო იცოდეთ ჩვენზე კარგად ესმის რუსეთის წარმომადგენლების გეოპოლიტიკა ჩვენზე კარგად ესმის საქართველოს ისტორია ანუ რუსეთის მოქალაქეები იყვნენ რომლებიც ხო გეუბნებით გაურკვეველი საქმიანობით ცხოვრობენ წელიწად ნახევარი საქართველოში ისინი სვავდნენ პირდაპირ პოლიტიკურ კითხვებს მყარაულობდა ბესელიას პარლამენტის წევრის ბესელიას დაცვის მანქანა კარგი რა ბატონო უცებ მოხდა და წარმოიდგინეთ თქვენ საპატრულო ეკიპაჟი როდესაც მე პოლიციის ალყა შემორტყმული ვიყავი აი ამ დღეების მანძილზე საპატრულო ეკიპაჟი გვტოვებს რატომ მოგივიდათ სამართალდამცველებთან შელაპარაკება მომევლინեն სამი მოძველ ბიჭო ელემენტი რომელთაც სცადეს პროვოცირება თუმცა ვერ გაუგვითათ სამართალდამცველებთან რატომ მოგივიდათ სამართალდამცველებმა იმიტომ რომ სანქცირებული არ იყო ეს არა სანქცირებულიც იყო მერიასთანაც შეთანხმებული თუმცა რა თქმა უნდა რეჟიმს არ აწყობდა რომ მე კარავიდან მეთავსებინა და მათ ვერ წარმომიდგინეს კანონიც კი რომელიც მიგწალავდა მე კარვის დადგმას თუმცა პატრიოტთა ალიანს ამის ფუფუნება ჰქონდა რომ ამხელა კონსტრუქციები და ეს სცენები დაედგა რუსთაველის გამზიზე რეალურად ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ ეხა ორი სანქცირებული აქცია მოვიდა მოდი ეხა პირდაპირ ორი სანქცირებული აქცია მოვიდა 1000 ადამიანზე არ ხუთნი იყავით ანუ კონსტრუქციები ქონდათო და სამართლებრივ დახარჯეს ამაში ხა ალბათ თუ ჩვენ გვინდა რომ სახელმწიფო იმედი მაქვს ხელისუფლება არა უწყობდა ქვეყანას შეუნარჩუნოთ თუ ჩვენ გვინდა რომ ქვეყანას შეუნარჩუნოთ სამართლებრივი სახე იცით რა ბატონო ზუსტად ინტერესოთ საუბრობთ ზუსტად იმდენივე წონა არ შეიძლება არ შემოგედავოს ზუსტად იმ ხელი წონა აქვს რაც ასეულობით ადამიანს ეს არის დემოკრატიული საზოგადოების წესი ანუ ეს ხო რეალურად კონტრაქცია იმიტომ რომ მათ არ ჰქონდათ სანქცირებულ ადგილას კონტრაქციის ჩატარების გამახსენდა მე არ ვიცი კაცი კი მართალია გრიმი ფარავს ჩემს გარუჯვას აი ეს გამრუჯა რეჟიმა კი არ გამრუჯა რეჟიმა გამრუჯა
აუ რა კარგი სიტყვა ეს ძალიან საინტერესო ჩვენი ხა არაფორმალური გადაცემა ამიტომ აი მე ხლა იცით რა მომწონს რომ აი ამ პრობლემებს ჩვენ ხლა გამრუჯაო ჩვენ ხლა აი ამ პრობლემებს ვეხებით და რეალურად აი ხლა რა არის ცით მე პირველ რიგში მინდა თქვენს ტელევიზიას უთხრა მადლობა თქვენ მასვაუბრებთ ამას და მათქმევინებთ ჩვენი მოქალაქეების საქმეს ეხლა ვნახოთ როგორ გააშუქა დღეს დილით 9 საათზე რუსთავი ორმა ეს გუშინდელის ახლა გამოვიდა რომ რადგანაც იბერია მეთერი დაგითმოთ როგორ რუსთავი უნდა ლანდროთ ამ ეთერში არ გამოვა ეს ამბავი არა რეალურად ეხლა მოდი სინამდვილე უნდა ვთქვა ზოგადად თქვი უხრა ბურჭულაძე და ირმა ინაშვილი თითქოს ერთნაირ მიტინგს მართავენ თუმცა ყველა დაინახავს რომ 4 კვადრატულ მეტრში ვართ ალყა შემოწყმულები იგივე ჩვენი შინაგან საქმეთა სამინისტროს ჟანდარმებისგან და აქეთ რუსული ზომბებისგან რუსული გენერალიტეტისგან კითხვა დამასმევინე რა ერთ წამით კითხვა დამასმევინე არ გამაწყვეტინო ბატონო მუხრა აბა მომისმინეთ ახლა კარგად თქვენ იყავით 5 ადამიანი ხო შიმშილობდით ამისთვის რა გინოდათ გინდოდათ რომ იქ არ ვიცი ლეიბები დაგეგოთ 5 ადამიანს თუ რა სიტყობდით კონკრეტულად მიპასუხეთ გიორგი არ გამაწყვეტინო თორე გაბრაზებულია კოცი რა დაუძა არა აი მიპასუხეთ არ მომიყვეთ თეორიულად კონკრეტულად მითხარით რას ითხოვდით ანუ 5 ადამიანი მიხვედით ჩიმშილობდით ხო რას ითხოვდით ან გინოდათ რომ მთელი ერი გამოსულიყო თქვენს გვერდით დამდგარიყო არა ბატონო ჩემო მე გეტყვით ახლავე მე პირიქით ჩემი როგორც ერთი მოქალაქის მხრიდან მე ჩემს თანამოქალაქეებს ვაჩვენე მაგალითი როგორ უნდა დავიცვათ სახელმწიფოებრიობა და აჩვენეთ 5 დღით რამდენი დღე შიმშილობდით რა მნიშვნელობა აქვს მე შემაწყვეტინა ისევ და ისევ რუსულმა ხუნტამ არა კაცო ეს არის რაღაცა თეორიული მსჯელობა როგორ შეგაწყვეტნიათ თქვენთვის იჯეკით გაგეძელებინა ჯდომა და გეშიშორის პირველ რიგში რომ დაირღვა ჩემს მიმართ კანონი და მეორე ეს კონტრაქცია ჩამტარდა მათ ეგონათ რომ არა ეს აქცია დაანონსებული იყო ჯერ კიდე ერთი თვის წინ რა მაშინ პასუხი უნდა გავცემო არა ნუ აქვე გეუბნებით რომ ერთი თვის წინ იყო აქ აქცია გავაცემინოთ მე მოვითხოვ კი აი ბატონო ხმავ გიპასუხებთ ახლა რეალურად მათ ეგონათ რომ ჩვენ შეგვეშინდებოდა აი მრავალათასიანი ასე ვთქვათ რუსული ზომბების რომლებიც და გავიქცეოდით იქიდან თუმცა აი ესე ცოტნე დადიანებივით ვიდექით და აი ესე დავხვდით აი ამ რუსულ გენერალიტეტს ეს აქცია დაანონსებული იყო ერთი თვის წინ შეცდომაში შეყვანილი ხალხი მოიყვანეს იქ რომლებიც ისევ და ისევ აქეთაც მოდიოდნენ და პირიქით გამოხატავდნენ სოლიდარობას და მე ვეჭვობ რომ ეს იყვნენ დაფინანსებული ხალხი საერთოდ და არა მხარდამჭერები ამ რუსული ხო გეუბნებით კგბ-ს ქვეფილიალისა გიორგი კითხე რომ ეს აქცია დაანონსებული იყო ერთი თვის წინ და თვითონ რატო წავიდა და რატო დაჟდა ესე იგი თვითონაც ვიღაცამ გააგზავნა ხო ლოგიკა ეგაა ერთწული როგორ შეიძლება რომ 5 კაცმა ეხა ჩვენ იქ დავხვდით ჩვენ ვიყავით რეალურად ინიციატორები იმიტომ რომ ჩვენ ქმედითაც განვახორციელებთ ანონსი არ ნიშნავს სანქცირებას არა უნდა ვიცოდეთ რომ ანონსი არ ნიშნავს სანქცირებას სანქცირებულიც იყო იმიტომ რომ ისინი აცხადებდნენ რომ უნდა დავიწყოთ ჩვენ მაშინ ეს არის უკვე ნარმანიას ბრალი თუ ხო ნარმანიაზე დავეთ თუ მერიამ შეიტანხმა ჩემი განცხადება ეს იმას ნიშნავს რომ მერიაში გვაქვს პრობლემა და მოთხოვეთ მაშინ მერიას თუმცა რეჟიმმა რაც გააკეთა ძალიან აწუხებდა ის პრობლემა რასაც მე ვაჟღერებდი იმიტომ რომ ხო გეუბნებით სამართლებრივი ჩარჩოებიდან როდესაც გავდივართ შეგვჭება ხელში მხოლოდ პოლიტიკური ბერკეტი რომელსაც არ იყენებს ოპოზიცია სწორედ ამიტომ მოვთხოვე რომ ხო გეუბნებით ბოიკოტირება მოგვეხდინა არჩევნებისა და რეალურად რეჟიმი იძულებული გახდებოდა ხელი აიღო ამ ვანდალურ აქტიდან. საერთაშორის ქართულთა მარშიც აპირებს რომ ჩაშალოს პრაქტიკულად არჩევნები აცხადებს. ხო, ეს ქართული მარში საერთოდ ყველაფერს შლის. მაგრამ ეს არის ძალიან კონსტრუქციული ქმედება, რომ ვიცოდეთ, იმიტომ რომ რეალურად ქართული ოცნება დარჩებოდა ერთპიროვნული კონსტიტუციით ერთპარტიულად არჩევნებში. აი იმ დღესვე დავამთავრებდით მის ლეგიტიმაციას და შეიცვლებოდა რეჟიმი. ანუ რეალურად ხო გეუბნებით, ერთადერთი ბერკეტი დარჩა კონსტრუქციული ხაზით, კანონიერი ხაზით, თუმცა ეს არის უკვე პოლიტიკური ნაბიჯი და რაკნა ოპოზიციამ რუსთავი ორს ჩაუგდო ხელში კადრი, რომ 5 კაცი არის პროევროპული დგას და იცავს სახელმწიფოს და აქეთ დგას ხო გეუბნებით 2000 კაცი რუსული გენერალიტეტი. ეს არის ოპოზიციის დანაშაული და არა ჩვენი, იმიტომ რომ იქ უნდა გამოსულიყო მთელი ოპოზიცია, იმიტომ რომ როდესაც ვამბობთ რომ ლიდერები ვართ, ეხლა ლიდერი არის რა? ხონდათ ვინმესთან კომუნიკაცია, მესმის იდეა რა არა ლიდერი რა არის?
პირდაპირ გეკითხებით კონკრეტულად კონდათ ვინმესთან კომუნიკაცია, თქვა დაურეკეთ კომუნიკაცია კი მე გახდით დაიცავი კონსტიტუციის წევრი და მე 15 პარტია მყავდა. ვის ესაუბრე და ვინ არ დაგიდგათ მაშინ? რეალურად? აბა გითხარით. 15 პარტია იყო, ეხლა ყველა ჩამოთვალო, ეს არის იგივე. ერთი ძალა ეს არის ნაციონალური მოძრაობა, ევროკონცეფტს თუ როგორ უძახიან მათ, ასე ვთქვათ, იგივე მემარჯვენეები ძალიან ბევრი პარტია. და მე მათ ყოველთვის მოუწოდებდი აქტიური ქმედებებისკენ, თუმცა ისინი დარჩნენ კამერების წინ, ხო გეუბნებით და რაღაც კლუბურად ცდილობენ ამ წერილების მიწერ მოწერით მოაგვარონ საქმე. წერილებით და კონსტრუქციული არჩევნებით ხუნტას ვერ შევცვლით და გაყალბებად არჩევნებს ვერ გავაправებთ. ეს არის დემოკრატიული საზოგადოების წესი. ისე რომ ხო გეუბნებით ხა, როდესაც ვამბობთ რომ ლიდერები ვართ, ლიდერი არის მე, როდესაც განვცხადე რომ პროტესტს ვაცხადებდი, მე გამოვედი და ვთქვი არა რომ პარტიას წარმოადგენდი, არამედ ერთი საქართველოს რიგითი გლეხი მოქალაქე ვარ. რატო? რომ ჩვენი მოქალაქეობრივი ვალდებულებები გვეჩვენა და შენ მეუბნები რომ ლიდერი ხარ, ხო? ყველანი ლიდერები არიან, გადახედეთ აი ამ ღიპიან ლიდერებს, ხო? რეალურად ეხლა წონით შეგხედეთ ვინისთვის ვიბრძვით. და გარშემო გადახედეთ, ეხლა თქვენ სტუდიაში არ ვიცი გარშემო ხედავ ეხლა მე კონკრეტულად ვერ ჩამოვხვდები, ძალიან ბევრია ეს. თუმცა ვინ არის? არა, ვინ არის ღიპიანი ლიდერი? არა, მინდა თქვა პოლიტიკოსი. მაგალითად ამბობთ რომ არ დამიდგა გვერდით 15 პარტია ოპოზიციური. და იყავით მარტო და გამოჩნდა რომ მე ვიყავი მარტო და ვიცავდი ქართულ დემოკრატიული პრინციპებისთვის 5 ადამიანი დემოკრატიული პრინციპებისთვის მარტო არ შიმშილობს ხოლმე ან არ გამოდის ხა. ანუ თქვენ ხომ არ შექმენით ეს პირიქით. ანუ არ იყო მზაობა იმისა რომ გამოსულიყვნენ ეს პარტიები და დიახ აქცია ეწყობოდა პატრიოტ ალიანს რომელთაც დიდი ხანია ეს აქცია აქვთ დაანონსებული აქციება სხვადასხვა და არა მე გულისხმობ 17-დან იწყებდნენ ისინი აქციებს ეს ჰქონდათ ნათქვამი და თქვენი ხვდებით და თქვენ შექმენით ეს სურათი მოდი აქედან შევხედოთ რა თქმა უნდა პოლიტიკა არის ძალიან ცოტანი აქტიური გარემო ძალიან და ჩვენ უნდა ვიჩქაროთ სხვათა შორის ოპოზიცია მაკრიტიკებს ხოლმე ჩემივე ყოფილი თანამებრძოლები რომ ძალიან ჩქარი ხარ მუხრან დიახ მე ვარ ჩქარი და აი ესე გასაგებივით ვიცვითები საათის დაკოკვეში ბლომი 12 აგვისტო დიდგორის ბრძოლის დღე. ისე რომ ხო გეუბნებით ხა ლიდერები მე ძალიან მიკვირს მათი ლიდერობისა, როდესაც აი მაგალითად იგორ მაინაშვილი ავიღოთ. მოვიდა თავის თანამებრძოლები დატოვა საშიმშილო და თვითონ დარბის რესტორნებში. ეხა ხო გეუბნებით ეს არ არის ლიდერობა. შენ თავზე უნდა აიღო პასუხის შენ თავზე უნდა აიღო პასუხის შენ უნდა აჩვენო შენი მაგალითად შენ უნდა მოკვდე შენ უნდა იბრძოლო შენ უნდა დაიწყო არ გახსოვთ ირმაინაშვილი რომ შიმშილობდა თუნდაც აი ხა თქვენ ბრძანეთ რომ არ გახსოვთ ბატონო დაასწარიო ინაშვილსო ხო არ გახსოვთ ირმაინაშვილი როდესაც შიმშილობდა სწორედ არჩევნების თემაზე არა ჩვენი მიზნები აბსოლუტურად განსხვავდება არ შეიძლება კრემლზამე ერთი და იგივე მოტივები გქონდეს ბატონო მუხრან მე მგონი თქვენ ეს ფრაზები გაქვთ უკვე კარგად იცით რომ უნდა ახსენოთ კრემლი რუსეთი და აი ყველა კონტექსტში იყენებთ ერთ-ერთი გამოწვევა ყველაზე დიდი რაც გვაქვს არა სადაც საჭიროა იქ უნდა ახსენოთ მაგრამ კონკრეტულ კითხვებს თქვენ თავს არიდებთ და არცემს პატუს რომელ კითხვას ავარიდეთ თავი მაშინ აი მაგალითად თქვენ თქვით რომ 15 ოპოზიციური პარტიაო მე ვიყავიო საკონსტიტუციო კომისიის წევრიო არა კონსტიტუცია არა დაიცავი კონსტიტუცია მაგრამ ნახეთ რა ხდება შეიძლება ის ოპოზიცია ის 15 პარტია ოპოზიციური თქვენ თავის ტოლად და სწორად არ მიგიჩნევთ ანუ წონიანი გავლენიანი პოლიტიკოსი არ ხართ და იმიტომაც არავინ არ მოვიდა შესაძლოა იცით და ეს იცით რაზე მეტყველებს არ ფიქრობთ რომ თქვენ თავშია პრობლემა და არა სხვაში შესაძლოა მე შეიძლება მათთვის პრობლემა ვიყო მე შეიძლება რეჟიმისთვისაც პრობლემა ვიყო მაგრამ მე ვარ ძალიან დიდი პრობლემა იმიტომ რომ რეჟიმი იძულებული გახდა ეს აქცია მოეწყოდა რაც შეეხება იმას რომ მე მათი წონა არ მაქვს ეს კიდევ სხვა რამეზე მეტყოლებს ბატონო ხმავ რომ ესე იგი რიგით მოქალაქეს არ აქვს გაპიარებული ასე ვთქვათ გარეკლამებული პოლიტიკის წონა თუმცა ამან ერთი რამე გვაჩვენა რომ როდესაც ოპოზიციაში ხარ საერთოდ არ გაინტერესებს შენი რიგითი მოქალაქის მოთხოვნა ეს ნიშნავს რომ შენ ხელისუფლებაში იქნები მაშინ მომხედავ ხო და ეს მაინტერესებს რა. აი ეს არის კითხვა, მე კითხავს. ხო და ეგ პირველ რიგში თქვენს ყოფილ თანამოაზრეებს დაუსვით ვის გვერდითაც აი ახლა დაუსვით სწორედ აი ეს. აი ნაციონალებს კითხეთ, ვიდრე სხვა კითხავთ, სხვა ანოცნებას, ან პატრიოტებს, ან ლეიბოლ, ან სხვებს. ნაციონალებს კითხეთ და ამით ამთავრებთ. ანუ ეს თქვენ პატრიოტების მისამართი თქვით, ისინი არ ყოფილად ჯერ მე პატრიოტ ალიანს ოპოზიციურ ძირითადად პარტიების უმრავლესობა ვისაც ჩვენ ვხედავთ, ყველა ნაყოფილია ხელისუფლებაში. ყველას კარგად იცნობს ქართველი ხალხი.
ის პარტიები, რომლებიც დღეს კოალიციაში აღარ არიან, ახალ პარლამენტში, ანუ შარშანდელიდან დაიშალა კოალიცია, ის პარტიები, რომლებიც აკარგეს აბსოლუტურად პარტიები, რომელთაც გაუправეს არჩევნები რეჟიმს გაყალბებული არჩევნები. არჩევნები, რომელთაც ყველა სპეკულირებს, რომ თითქოს საერთაშორისო საზოგადოებამ აღიარა. თუმცა მოდით ეხლა საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებს გავეცნოთ, არის 80 გვერდიანი აი ესეთი დასკვნები. არჩევნებში იღებთ მონაწილეობას. პოზიტიური ახლა არჩევნებში შეფასება არ არის ამ დასკვნებში. მონაწილეობას. არა და ჩვენ პირდაპირ განვაცხადეთ, მე პირდაპირ ვთქვი, რომ როგორც მოქალაქე, როგორც პარტიის წევრი და ასევე ყველა ჩემ თანამოქალაქეს მოუწოდე, რომ მოდით რეჟიმი დავტოვოთ და თუ ხელისუფლებას წაახალისებს და არჩევნების გაყალბებას და აი ამ კონსტიტუციის, აი ამ ვანდალური აქტის მიღებას ოპოზიცია ახლა რო თქვა, რომ არჩევნები დავტოვოთ და ამის გამო გამართა მან აქციები და შილობს. აი ეს არ მივიდეთ არჩევნებზე. ლოგიკური იქნებოდა. არჩევნებშიც არ იღებს მონაწილეობას. არა, რა თქმა უნდა, ეხლა კონკრეტული საარჩევნო კამპანია აქვს შეხედულებები და ამის მიხედვით მოქმედებს ბატონი მუხრან ბურჭულაძე. საინტერესოა, იცით, ეს პარლამენტის წინ შიმშილობა რაღაცა თან 5 კაცი თითქოს ერთპარტიული პარტია, იმიტომ რომ არავინ არ ვიცით, მაპატიეთ მე მიუხედავად ბატონი რევას კემულარია. ხო, მაგრამ ესე არ მახსენდება, რომ უზენაეს საბჭოს დეპუტატი სამჯერ დახვრეტას გადარჩენილი და აი კი ბატონო, მე ეჭვი არ მეპარება თითოეულ მაგას ბიოგრაფია, მე გულისხმობ, მე რეიტინგულობის თვალსაზრისით გულისხმობ. ანუ პარტიას, ანუ ეს ქართულმა სნობიზმმა, არანაირმა ქართულმა სნობიზმმა დაიწყეთ ამერიკით და გამოყენეს და კმაყოფილი ხარ. რეიტინგი თუ არ გექნათ ბატონო მუხრან, როგორ უნდა მიიღოთ ხმა ჩემი რეიტინგი არის ჩემი ნამუსი და ჩემი აი ესეთი ხო გეუბნები დამოკიდებულება ეროვნულ იდეალების მიმართ. ანუ თქვენ შიმშილობით შეფუთეთ ეს ყველაფერი? ეს ხომ ახალი არ არის. შიმშილობამდე ხომ და მისულიყავით. გეტყვით ახლა მე თქვენ შეფუთვა იყო ერთი რამე რომ აი ეგ შედვართ 5 ადამიანი, ვაპროტესტებთ მხოლოდ 5 ადამიანი აი ამ საშინელებას რაც ხდება ჩვენ თავს და რეალურად მოდის ამხელა ძალა გვემუქრება იმით ეს იყო ძალიან დიდი დემონსტრირება გაკეთებული რომ შევშინებული გავწევთ არც დავტოვეთ აქცია გამართეთ საზღვრებთან თქვა ბერშუეთთან კი მე ყოველთვის ჩავდივარ საოკუპაციო ხაზთან და აი ეს ახალი მოძრაობაა თუ იცით ეცეთ ძალა ერთობაშია და ძალიან ახალგაზრდა, ძალიან მოტივირებული ადამიანები ესენი დგანან და ხო გეუბნებით იქ ყოველ წუთში აკვირდებიან რუსეთის უკანონო ქმედებებს. ჩვენ ხო გეუბნებით აი ხა ყავას ვსვამთ და რეალურად ჩვენი თანამოქალაქეები არიან რუსეთის ჩექმის ქვეშ. ისინი არიან მონობაში ხალხო. აუპატიურებენ, კლავენ და აქ არაფერი არ შუქს. და ამ ძალის წევრები რატო არ დაგიდნენ? ეს ადამიანები ყოველთვის წერენ Facebook-ზე, აი ეს ახალგაზრდები, აი ძალა ერთობაშია წევრები სულ წერენ Facebook-ზე, რომ ხალხო, ვიღაცას წაერთვა უფლება, ვიღაცას წაართვეს ნაკვეთი, ვიღაცას გადაუწვეს სახლი და ამაზე რეაგირება არ ხდება. ნუ თუ შეიძლება რომ აი ჩემ შიმშილობაში ნარახეთ გასაკვირი, როდესაც ნახევარი საქართველოს შიმშილობს ხალხო. როგორ შეიძლება აქ განსხვავდებოდეთ, ხო? ჩვენ უნდა დავემსგავსოთ ჩვენ მოქალაქეებს და ჩვენი პოლიტიკური ელიტა გავანან ჩვენს მოქალაქეებს. აი ხა პანჯრიდან გადახედეთ. ჩემი ტრანსპორტი ნახეთ და მე გინდა ოპოზიციის და გინდა ჩინოვნიკების მანქანები. აგერ აი 50 კუბიანი მოპედით ვარ მოსული და იმით დავდივარ. ვიღაცამ ახლა მიაწერა, იცით, რომ რეიტინგი ნულიო. რეიტინგი ნული გადასარევი და სხვათა შორის ჩვენი ქვეყანაში ვართ სადაც ილია ჭავჭავაძემ არჩევნები წააგო რეიტინგი ქონდა ნული ანუ მოდით პარალელურად ჩვენ ვართ არა როგორ გეკადრებათ ჯვარი მწერია და მის სახელზე ვლოცულობ მაგრამ ხო გეუბნებით ახლა ეს ასეთი პრეცედენტები სამწუხაროდ საქართველოში მანანე კობახიძემ თქვა რომ ილია ჭავჭავაძე იგივე ზვიად გამსახურდიას ვერ მოკლავდა რუსი იგივე ზვიად გამსახურდიას ვერ მოკლავდა ახლა თქვენს გამოგივიდათ საკუთარი ეს უნდა ვთქვა რა ზვიად გამსახურდიას ვერ მოკლავდა რუსი რომ არა ჩვენი უმოქმედობა სადაც ხალხი თავის ფუნქციას ტვირთულობს სადაც ესე მოქალაქეები გამოდიან და რაღაც პრინციპებზე დგანან მყარად და მათ უკან იდეალებია იქ ესეთი ფაქტები არ ხდება იქ ზვიად გამსახურდიებს და ილია ჭავჭავაძეებს ვერ კლავენ აი ეს ყველაფერს ასახავს ჩვენი თანაცხოვრების წესს, ჩვენს ტრადიციებს, დამოკიდებულებებს. ხო გეუბნებით, ახლა ჩვენ უნდა გადავიდეთ ძალიან ევროპულ და თავისუფალ სტანდარტებზე. მე გიორგი გასვიანს ძალიან ჯერა იმ პათოსის, იმ მიდგომების, რაც ბატონ მუხრანსა აქვს, ის არაერთხელ ყოფილა პირადად ჩემი გადაცემების სტუმარი და ვიცი მისი დამოკიდებულებები, ის ნამდვილად იდეას ემსახურება ხომ. ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით. მე წარმატებებს გისურვებ. მინდა აქვე გავაჟღერო, ვიდრე რეკლამა იქნება ერთი ინფორმაცია, რომელიც ძალიან სამწუხარო აღმოჩნდა, რამდენიმე საათის წინ გავცელდა, რომ ზურაბ სოტკილავა, რომელიც აფხაზეთიდან არის ასევე, რომელიც
არის საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, საქართველოს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დიდებული მომღერალი გარდაიცვალა და ეს მინდოდა მე თქვა, ისე არ მინდოდა დამთავრებინა ეს ახლობლებს. დაგემშვიდობებით. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. რეკლამის შემდეგ ძალიან საინტერესო ფაქტებზე ისაუბრებთ ჩვენი ერთ-ერთი მადლობა ბატონო ხმავ. ხო, მაგრამ ჩემი არ გესმით? კი, როგორ არის? მე ჯერ არ ვაპირებდი თქვენს გაშვებას და გიორგი მესრატო გადაწყვიტა რა გიშვებ. აი ესე რეგლამენტი მინდა. ვაი, როგორ გეკადრებათ? მიბრძანეთ. ბოდისვიში თუ თქვენი ინტერესი ვერ დავაკმაყოფილებ. მე ზადვარ აი ეს აგერ არის. არ წასულა ჯერ ბატონი. არა, მიბრძანეთ. და რაიმე შეკითხვის დასმა. არა, მაინც არ პასუხობს და რა აზრი აქვს ეხლა თქვენ. როგორ გეკადრებათ? აი ხა დამისვით ყველაზე მწარე, ყველაზე ცხარე მოვემატა ეს აი კონკრეტულად მითხარით, რამდენი წევრი ყავთ პარტიაში? კონკრეტულად? კი. აი ესე 7 შესანიშნავი 7-ეული. ანუ 7 კაციანი პარტია გაქვს? დიახ. აი ესეთი პატარა ურეიტინგო, მაგრამ ძალიან მტკიცე გასაგებია. დიდი მადლობა ნახოთ. ცოტა ის არ გამომივიდეს, ახლა იმედი არ გეწყინავთ, მაგრამ აი ეს მანერა რაღაცას თქვენ გახსოვთ შესანიშნავ 7-ეულშია ესეთი კითხვა რა. აი ეს მანერა ვიღაცისას გავს. როდესაც კრისი იწყებს თანამებრძოლების მოძიებას და მე ერთიო რა, ჩათვალე რომ ორიო. ისე რომ აი ესე მოვიმატებ და მალე ვქები ძალიან. თავიდანვე უნდა დამეყენებინა ბატონი მუხრანი კამერის წინ ახლოს ფეხზე. დიდ მადლობას ეს რას ნიშნავს? ეს მე მაგონებს ვიღაცის როცა საუბრობთ ესე აკეთებთ. აუ იქნებ მე გადაახვიოთ და მაჩვენოთ აი ეს ჩემი ჟესტიკულაცია თუ რაღაცა მიხეილ სააკაშვილის იმას გავდა აი ეს მანერა. აჰა, ანუ რაღაცით გავართ თუ აი ხო არა ქვეცნობიერად ხო არ გადმოყვათ მისი მანერები. ანუ მისაბაძე პოლიტიკოსი ხო არ არის თქვენთვის? მისაბაძე როგორ გითხრათ ეხა იცით რა არის ჩემი მტრის მტერი ჩემი მეგობარია. აი ამ პრინციპიდან გამომდინარე. ანუ რუსეთის მტერი თქვენი მეგობარია ეს გულისხმობს. ჩვენ ძალიან დიდი თანამშრომლობა გვაკავშირებს და ძალიან ბევრი გვიმუშავია ერთად და გვიბრძოლია ერთი პრინციპები და არ გამორიცხავთ რომ შესაძლოა თქვა რაიმე ესეთი როგორც პოლიტიკოსის მანერა გადმოყოლოთ. ხო იცით ჩვენ ეხლა თუნდაც საუბრის. ორი დღე რო აი გადავაბათ დიალოგი დავემსგავსებით რაღაცით ერთმანეთს ისე რომ ჩვენ რა თქმა უნდა ერთმანეთს შეიძლება რაღაც კარგი გადავებოთ. გიორგის დაემსგავსოთ გასვიანს. ნახვამდის ბატონო. დიდი მადლობა. აი ესე რომ მივესალმოთ. კერდა დავშვიდობთ. კარგად იყავით ბატონო მუხრან პურჭულაძე. გემშვიდობებით. ძალიან საინტერესო რამ შეგიძლიათ მოისმინოთ ახლა რამდენიმე წუთში. დღევანდელი დღე კიდევ